34 წლის ვარ. ხო და რაც ვერ ვისწავლე. როგორ ფიქრობთ, ვისწავლიოდეს მე რომ ძალიან ემოციური არ ვიყო. ან ჩემი თავი შევიყვარო იმ დონემდე. ან როგორც ალბათ ვიმსახურებ, რომ ჩემი თავი მიყვარდეს. ეხლა პროდუქტები ვიყიდე მაღაზიაში რომ ხვალისთვის და ეხლა ვდგევარ პარკინგზე რომ დავუშვიდდე. და სახლში ავიდე მშვიდად. ამ ვიდეოს არ ვიცი რატო უწერ, ალბათ იმიტომ რომ იცოდეთ რომ ხან ვიდეოების უკან არის სიტუაციები, სადაც გვაქვს ურთულესი პერიოდები. ძალიან რთულია, როდესაც აქედან იქიდან ყველა მხრიდან გებრძვიან და ერთად უნდა ვისწავლო და ჩემ თავს უნდა შევფიქრე, რომ უფრო ძლიერი გავხდე, უნდა გავხდე, უნდა შევიყვარო ჩემი თავი იმ დონემდე, რომ არაფერი გულთან არ მივიტანო ზოგადად. არ ვიყო ემოციური და ალბათ ამ ვიდეოს ბევრი წლის მერე რომ ვნახავ, მივხვდი რომ დებილი იყავით ამოთხო. როგორ ნერვიულობდი ყველაფერზე, ყველა კომენტარზე, ყველაფერზე, როგორ განიცდიდი, რატო განიცდიდი. და ეს ტირილი კიდე, რატო იცი ეს ტირილი, მესისხება ჩემი თავი, მესისხება, რომ მესისხება ხანდახან ესეთი ემოციური რო ვარ, რამდენ რაღაცას ვფიქრობ, საქმეს ვაკეთებ. ხანდახან ისეთ რაღაცას ვაკეთებ, რომ მე თვითონ მიგვრს, როგორ გააკეთეთ ამ მომალადეც თამ. მაგრამ რაღაც მომენტში ვარ უკიდურეს პატარა ბავშვით. აუცილებლად გამოვასწორო. აუცილებლად. ეხლა ამ პროდუქტებს გადმოვზიდ და ავიტან სახლში. პარიზში და რომში მჭირდება ვისაჟისტი. მე მოფრინავ პარიზში დაახლოებით 7-8-9 ვიქნები, ან 8-9-10 ვიქნები და თუ თმის გაკეთებაც გეცოდინებათ, ძალიან გამეხარდება, მარიკო არ მეყოლება ახლა ამ ეტაპზე და გეტყვით რატომ მივდივარ. როცა ჩავალ მე გეტყვით პარიზში და რომშიც, რომში ვიქნებით 11, 12, 13 და რომშიც მჭირდება და ძალიან მინდა რომ ქართველი იყოს ვისაჟისტი, იმიტომ რომ არ ვიცი ძალიან გამიხარდება და ბედნიერი ვიქნები რაღაც სხვას გადაუხადო ფული, რაღაც უცხო ადამიანი ვნახო, მირჩევნია რომ თქვენ გნახოთ რა და თუ იქნებით და ხართ პარიზში ვისაჟისტიც, ასევე რომშიც, ჩემ ინსტაგრამ გვერდი არის TikTok-ზე მიბმული და მომწერეთ. თუ თმების გაკეთებას გეცოდინებათ, არაფერს ხო იცით არ ვიკეთებ ისეთ ხოლმე რა ქვია, ძალიან რაღაცებს არ ვიკეთებ არასოდეს რა. შემეხმიანეთ, ძალიან გამიხარდება მართლა. ძალიან მიხარია ქართველებთან ურთიერთობა მე, აი ძალიან და ძალიან ვიფიქრე და როცა მითხრა ჩემმა მენეჯერმა ზუკამ რო გინახავ, მე ვთქვი მე დავსთორავ თქო და მე დავდებ ვიდეოს, იმიტომ რომ მირჩევნია რომ ქართველი იყოს თქო და ესე იგი გელოდებით თუ ხართ მომწერეთ.